პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პარტიებს და საინიციატივო ჯგუფებს სხვადასხვა ინფორმაციების წარმოდგენის ფორმებისა და ახალი რეგულაციების ვადები გააცნო. დღევანდელ შეხვედრაზე მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკურ სუბიექტებს საქართველოს 2013 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ ბრძანება გააცნო. სოფო ხანაშვილი ისაუბრებს თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. სოფო, კონკრეტულად რას გულისხმობს ახალი რეგულაციები? ბრძანება, რომელიც დღეს სახელმწიფო აუდიტმა პოლიტიკურ პარტიებს შემაჯამებელს შეხვედრაზე გააცნო, ამ ბრძანებაში, როგორც შენაღნიშნე ვასილ, გაწერილია ის ფორმები და ის ვალდებულებები, რითიც პოლიტიკურმა სუბიექტებმა და გაერთიანებებმა ფინანსური ანგარიშტორება უნდა მოახდინონ სახელმწიფო აუდიტთან. ამ ბრძანებულების მიხედვით პოლიტიკური პარტიები ვალდებულები არიან, რომ 3 კვირის ვადაში, ყოველ 3 კვირაში ერთხელ წარუდგინონ სახელმწიფო აუდიტს ფინანსური დეკლარაცია, რაც შეეხება კიდევ ერთ ვალდებულებას, რომელიც ასევე გაწერილია ამ ბრძანებაში, პოლიტიკური პარტიები და ასევე საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც წარადგენენ საპრეზიდენტო კანდიდატს, პოლიტიკურ პარტიებს ეძრევათ 5 დღის ვადა კანდიდატის წარდგენიდან, რომ დააფუძნონ ფონდი, ხოლო საინიციატივო ჯგუფებს 20 დღიანი ვადა, მათ უნდა დააფუძნონ ფონდი და სწორედ ამ ფონდში აკუმულირებული თანხებით უნდა ხდებოდეს წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება. პოლიტიკური პარტიები კანდიდატის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში ვალდებულნი არიან გახსნან საარჩევნო კამპანიის ფონდი და მხოლოდ აღნიშნული ფონდის სახსრებით დააფინანსონ წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები. ამასთანავე ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და არის უფლებამოსილი წარადგინოს საპრეზიდენტო კანდიდატი, ვალდებულია არჩევნების გამოცხადების დღიდან 3 კვირაში ერთხელ წარმოადგინოს ფინანსური დეკლარაცია. ჩვენ შევათანხმდით ტექნიკური დეტალები, თუ რა დროს, როდის, რა ფორმით უნდა იქნას წარმოდგენილი საფინანსო დეკლარაციები, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იქნას გამჭვირვალობა ზოგადად ფინანსური სისტემის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაბამისად ეს საჭიროება მდგომარეობს იმაში, რომ პარტიებმა ზუსტად იცოდნენ თუ როგორ უნდა განხორციელდეს მათ მიერ ანგარიშგება სახელმწიფო აუდიტის წინაშე, რათა შემდგომში არ იყოს კითხვის ნიშნები და პრობლემები, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ პრობლემების არსებობის შემთხვევაში ეს პრობლემები ოპერატიულ რეჟიმში გადავწყვიტოთ. დღევანდელ შეხვედრას, როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ესწრებოდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიები და ასევე საინიციატივო ჯგუფები, რომლებსაც აქვთ უფლება, რომ წარადგინონ საპრეზიდენტო არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატი, მათი შეფასებები ახალ რეგულაციებთან და წესებთან დაკავშირებით განსხვავებულია. 2013 წლის 22 ივლისის ბრძანების პროექტი, რომელიც დარეგულირებს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა 3 კვირაში ერთხელ წარადგინონ ფინანსური ვალდებულებები და ანგარიშები, პრინციპში ეს არ არის მძიმე ტვირთი, იმიტომ რომ წინასაარჩევნო საპარლამენტო არჩევნებზე ბევრად უფრო მეტ ანგარიშს გთხოვდნენ, პრაქტიკულად არაფერი არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს რეგისტრირებს მას უფრო მეტ 5-3-5-4 ფორმას თხოვენ, დანარჩენი აბსოლუტურად იგივე რეჟიმში ვრცელდება, თუმცა ის რომ დღევანდელი შეხვედრა შედგა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს სიახლეები, ეს მისასალმებელია კონტროლის პალატას მიერ. აუცილებელი არის დეკლარაციის წარმოდგენა, მაგრამ ვისაც ნული აქვს აბსოლუტურად შემოსავალ-გასავალი არაფერი არ აქვს, იმას არ სჭირდება ეს ტყუილი დროის დაკარგვა ჩვენთვის არც. კარგი იქნებოდა მიეხედათ დაფინანსებისათვის ყველა პოლიტიკური პარტიების ნორმალური დაფინანსება რომ ქონოდათ. პრეზენტაცია შეეხებოდა დეკლარაციების წარდგენას ყოველ 3 კვირაში ერთხელ. ჩვენი პარტიისთვის მისაღებია, რადგან 2012 წლის არჩევნებზე იგივე დეკლარაციებს წარვადგენდით იგივე პერიოდულობით. გენერალური აუდიტის ბრძანების კონტექსტი და შინაარსი დღეს გაეცნენ ამ შინაარსს პოლიტიკური პარტიების და გაერთიანებების წარმომადგენლები. დღეიდან უკვე 4 დღის ვადაში პირველი დეკლარაციები უნდა წარადგინონ სახელმწიფო აუდიტში, როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე პოლიტიკურმა გაერთიანებებმაც. მადლობა, სოფო ხანაშვილი იყო. 12 არასაპარლამენტო პოლიტიკურ